გამარჯობა. ნანიკოს პოდკასტს უყურებთ თქვენ მეხუთე ეპიზოდს. სანამ ჩემს ძალიან საინტერესო და ძვირადღირებულ სტუმართან გადავალ გეტყვით აუცილებლად რომ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი დაგულე სპორტი მოგძებნეთ YouTube-ზე თქვენ ყოველთვის საინტერესო ამბები დაგხვდებათ ფეხბურთზე ვისაუბრებთ დღეს ჩემი სტუმარი გახლავთ ლევან კორღალიძე საფეხბურთო სპეციალისტი იბერია 1999-ის ყოფილი მთავარი მწვრთნელი მოკლედ დიდი ამბავი მოყვა ლევადიასთან გამოვარდნას იბერიას გამარჯობა პირველ რიგში ლევან როგორ ხარ მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისთვის ცოტა ისე წარმადგინეთ უხერხულად ვიგზენი თავი და კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის კარგად ვარ ცოტა ხანი ვისვენებ და ნახოთ ველოდები ახალ გამოწვევებს რატომ ვაგებთ ლევადიასთან აქვს ამას თავისი ობიექტური მიზეზები შენი არგუმენტები როგორია რა თქმა უნდა ცოტა რთული საკითხია რატომ ვაგებთ ფეხბურთია და მე მგონი რა ვიცი წაგება მოგება ეს რაღაცა არ უნდა იყოს კატასტროფის ტოლფასი რაც ჩვენ პრინციპში ყოველ საფხულს ესე აღვიქვავთ რომ ეს არის რა თქმა უნდა ძალიან ცუდია და როდესღაც ეს სტერეოტიპიც უნდა დაინგრეს რომ კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ და რა თქმა უნდა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ახალი ისტორია უნდა დაიწეროს და რომელიმე ქართული კლუბი რომელიმე ქართულმა კლუბმა უნდა გადალახოს ესე რომ ვთქვათ რაღაც მოჯადოებული წრე თუ რავი როგორ დავარქვა და რომელიმე ევროტურნირზე მოხვდეთ. ხა ესე კონკრეტულად რატომ ვაგებთ, რა თქმა უნდა მე როგორც მწვრთნელი პასუხისმგებელი მე ვიყავი ამაზე და ნუ ხა მეც ალბათ ვერაფერს ვერ ვიზავ, გამოვედი თქვი რომ რაღაცეები არასწორად წარიმართა, როგორც კლუბში, ასევე მე პირადად არასწორად წავიმართე, ავიღე ჩემ თავზე მარცხი და ეხლა როგორც უკვე წარმატგინეთ და როგორც იცით, რომ აღარა ვარ მთავარი მწვრთნელი ამ გუნდის. ნუ რა თქმა უნდა, ჩემთვის იყო ობიექტური მიზეზები, ხა თავის მართლებას ნამდვილად არ დავიწყებ, მაგრამ შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ როცა გუნდიდან, ჩემპიონი გუნდიდან, იმდენი ფეხბურთელი და ამდენი დანაკლისით ხვდები, ესე რომ ვთქვათ, ევროტურნირს, ეს არ არის ადვილი და ძალიან დიდი მწვრთნელები იძახიან, რომ ჩვენ 2-3 წელი გვჭირდება, რომ გუნდი რაღაც დონეზე მოვიყვანოთ და ესე რომ ვთქვათ, ჩვენ რაც გვინდა ის იდეები ადვილად გადავიტანოთ. მე დავეთანხმები ეგეთ სპეციალისტებს. კი ბატონო, მეც ვეთანხმები, რა თქმა უნდა და ჩემ შემთხვევაში ძალიან დიდი დანაკლისით შევხვდით, როგორც იცით, ნუ მესმის კლუბების ესე რომ ვთქვათ, წარმომადგენლების, პრეზიდენტების რთულია, როცა გუნდი ჩემპიონი ხდება, თავისთავად იქ მოთამაშე ფეხბურთელები უფრო მეტად მოთხოვნადები ხდებიან და პრინციპში ესეც მოხდა ჩვენ შემთხვევაში ძალიან ბევრი ხუთმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, რომლებიც ძირითადი ფეხბურთელებად ითვლებოდნენ და რა თქმა უნდა ჩვენ ახალი შევსებაც მივიღეთ, მაგრამ ზუსტად აი იქ მივდივარ, რაც ვახსენე, რომ რთულია 2-3 თვეში რაღაცა ის ფეხბურთელები მოარგო იმ შენ ფილოსოფიას, ესე რომ ვთქვათ, სისტემას, რაც იდეა, რაც გაქვს, რომ ადვილად, ესე რომ ვთქვათ, გასაგები იყოს იმათთვის რთულია მოკლედ დროში ამის ყველაფრის გაკეთება და პრინციპში ეს იყო ერთ-ერთი კიდე მიზეზი. ამას დაემატა ტრამვები, ამას დაემატა გიზი მამაგეიშვილის წითელი ბარათი მალმოსთან და ნუ რო ავიღოთ საერთო ჯამში კონკრეტულ ლევადიათი რადგანაც დავიწყე და ვახსენეთ 9 ფეხბურთელი
არ ყავდა ჩვენ ლევადიასთან, როცა პირველი თამაში ვითამაშეთ. როგორც გითხარით, ის ვინც წავიდა გუნდიდან და პლუს ფეხბურთელები, რომელიც ტოვებდნენ ბარათების გამო, ტრამების გამო და ასე შემდეგ. კიდევ მეორე ეს არ არის გასამართლებელი, მე თავს არ ვიმართლებ, ჩვენ ყავდა ფეხბურთელები და შეგვეძლო თავისუფლად ამ ბარიერის გადალახვა, მაგრამ მე ვთვლი მაინც რომ ცოტა არ გაგვიმართლა კიდეც. მაგრამ ფეხბურთია და მე კიდე მინდა გავიმეორო, რომ ამის გამო გუნდში ჯანსაღი ატმოსფერო იყო, აი იმ პერიოდისთვის, ცოტა წნეხი წამოვიდა ჩვენზე, აი მალმოს მერე. რომ აი რაღაცა რატო ძალიან დიდი, აი ჩემზე პირადად ძალიან დიდი ზეწოლა და კრიტიკა წამოვიდა, თუნდაც გულშემატკივრიდან და ეს ცოტა მე მაგალითად ეს მეწყინა ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ბევრი ფრაზა მოვისმინე, რომ აი ჩვენ მივედით სტადიონზე და რა ქნეს. აი რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება გულშემატკივარს, მაგრამ ეს მიდგომაც არასწორია. ჩემი აზრით, იმიტომ რომ აი მე მივედი და შენ რა ქენი, მე მგონი არ არის რაღაცა ჩვენ ერთად გულშემატკივარმა, კლუბმა, იდეას წარმომადგენლებმა ყველამ ერთად რაღაც უნდა შევქმნათ ის ისტორია, რაზეც ლაპარაკობ და რაზეც ვტკივა გული, რომ რატო ვერ ხვდებით იქ და არა ის, რომ რაღაცა ჩასაფრებული პოზიციიდან, რომ რატო ვერ ვქენი, რატო აი მე მოვედი და თქვენ რა ქენით. და ეს ზეწოლა რატო ვერ გამოვაგდეთ, მაგრამ ეხლა მოდით რა რომ ცოტა ადეკვატურად შევაფასოთ სიტუაცია, ხა გუნდი რომელსაც აქვს 65 მილიონი ბიუჯეტი. რთულია ცოტა ჩვენ პირობებში ორ რაუნდიან დაპირისპირებაში იმ გუნდს აჯობო, რა თქმა უნდა მე არ ვიძახ იმას, რომ რატო უნდა მოუგო. ესეთ გუნდებს უნდა მოუგოთ, უგინდა ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა, მაგრამ ვერ მოუგეთ. ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო და ზუსტად აი ამის მერე წამოვიდა ძალიან დიდი ზეწოლა, რამაც მერე რაღაცა დოზით იმოქმედა კი გავლენა. კიდევ მეორე მე არ მინდა არ ვაბრალებ ნამდვილად ეს პირადად ჩემი ბრალი იყო და კიდე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რაც დაგვემართა ლევადიასთან. და მე პასუხისმგებლობა ავიღე და წავედი გუნდიდან. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი თამაში არ მქონდა წაგებული ეროვნული ლიგას გულისხმობ 30 მატჩიანი წაუგებელი სერია ხო? კი, ზუსტად 18 სექტემბერს მქონდა ბოლო თამაში 2024 წლის 18 სექტემბერს ქუთაის ტორპედოსთან წაგებული. ანუ მაგ თამაშის მერე ჩვენ თამაში წაგებული არ მქონდა. ანუ 30 თამაში ეს ყველანაირი რეკორდი მოიხსნა თავის ქულებით 2025 წელი რო ჩავთვალოთ, ანუ 44 ქულა ავიღეთ პირველ ორ წრეში და ეს ცალკე კიდე რეკორდი იყო, პლუს ამას ის 30 თამაში წაუგებელი სერია და ანუ საით მიმყავს 6 ქულით წინ ვიყავით ჩვენ მეორე ადგილზე და ანუ დამაჯერებლად ლიდერობდით. ანუ ის არ იყო, რომ ევროტურნირებიდან გამოვარდნენ და ჩემპიონატშიც რაღაცა ვერავთ კარგად საქმე. ანუ ის კონკრეტული თამაში ავიღე ჩემ თავზე და დაუთმე სხვას ასპარეზი. ეს გადაწყვეტილება იყო თუ არა, იცი რატო გეკითხები? იმიტომ რომ თითქოს ქართულ მედიაში უკვე შეგუებული იყო ყველა იმას, რომ თუ თქვენ ვერ გაივლიდით ლევადიას ბარიერს, ვერ დაძლევდით, თქვენ უნდა დაგეტოვებინათ მთავარი მწვრთნელის პოსტი. ეს თქვენ მე გეკითხებით თქვენ. ანუ თქვენი გადაწყვეტილება იყო თუ მაინც გარემო იყო ისეთი შექმნილი, რომ თუ ამას ვერ გააკეთებდით, უნდა წასულიყავით. ნახეთ, ჩემი გადაწყვეტილება ერთია, მაგრამ აი რატო დაგისვით კითხვა, რატო იყო ეს შექმნილი, აი რატოა ინდიკატორი ევროტურნირები. მე ხო 3-4-5 წელი არ ყოფილი ვარ გუნდში. მე მოვედი 2024 წლის ივლისში, ერთი წელი იყო ივლისში, სადაც გუნდი იყო მესამე ადგილზე, რა დროსაც გუნდი იყო მესამე ადგილზე და 9 ქულა იყო თუ 8, ზუსტად მე მგონი 8 აღარ მახსოვს ზუსტად პირველ ადგილთან და მეორესთან 5 და
ჩვენ გავხდით ჩემპიონები, სადაც არ იყო ეს მიზანი, პირდაპირ გეტყვით, რა თქმა უნდა, იბერია ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, მაგრამ იმ მომენტში არ იყო ჩემპიონობა. თქვენ რომ გუნდში მიხვედით, შენობით ველაპარაკობთ, ესე უფრო მარტივი არის, როდესაც შენ გუნდში მიხვედი, მე კარგად მახსოვს ეგ სეზონი, მაშინ ჯერ კიდევ ეროვნულ ლიგაზე ვმუშაობდი, ხო, ანუ ქულათა სხვაობა ეხლა იყო რომ ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. აი ზუსტად პირველი 2 წელი იყო მაშინ დამთავრებული და ვიყავით რო იყო იბერია 8 ქულით უკან და ნუ პირველ ადგილზე და ჩვენ მე ჩემპიონები გავხდით. როცა ნუ დამთავრდა ჩემპიონატი უკვე 6 ქულით წინ ვიყავით მეორე ადგილზე და აი მაგიტო დავსვი ეს კითხვა ზუსტად რომ აი მაგიტო ვახსენე ზუსტად რომ საზომი რატოა ევროტურნირები იმისი რომ მწვრთნელმა დატოვოს თუ არ დატოვოს. რა თქმა უნდა მე ჩემინები დავტოვე და არავის არ მიუთითებია რომ ლევან მოდი შენ ხა რადგანაც ლევადიამ გამოგვაგდო შენ უნდა დატოვო თანამდებობა მაგრამ ნუ ეს პასუხისგებლობა ავიღე და წეგან ვახსენე რამ გამოიწვია და რამ მიფიცგა ნუ იყო რა თქმა უნდა ზეწოლა და მე ვფიქრობდი რომ იმ მომენტისთვის გუნდისთვის საჭირო იყო რომ მე ცოტა რაღაცა აი იმ მომენტისთვის ცოტა გვერდზე გავწეულიყავი და დამეთო სხვისთვის როგორც ვთქვი უკვე ეს თანამდებობა და ასპარეზი და ნუ რა ვიცი ჩემი გადაწყვეტილებაა და დღესაც ვთვლი რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე მიუხედავად იმისა რომ ნამდვილად მწყდება გული პირდაპირ გეტყვით იმიტომ რომ ნუ კიდე შეგვეძლო და დღესაც აქვს იბერია შანსი რომ თუნდაც თასზე და თუნდაც ჩემპიონობის და რა ვიცი პირველი წრის და მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელი რო გახდებით და მესამე და მეოთხე სახლში იჯდები ცოტა გულახდილი ვიქნები ცოტა რა თქმა უნდა ჩემთვის ეს თემა არის სენსიტიური უფრო კომიკური იყო თქვენს შენს შემდეგ მოსული გია გეგუჩაძის არ ვიცი ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტის ქართულ ფეხბურთში მისვლა და წამოსვლა იბერიადან რაც არ ვიცი ახლა შენ როგორ შეაფასებ ამას მაგრამ მე ადამიანი რომელსაც ბევრი წელი უმუშავია ქართულ ფეხბურთში შემიძლია აი ესე ერთმნიშვნელოვნად თქვა რომ არაჯანსაღ სიტუაციაზე მიუთითებს გუნდში ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, არ ვიცი ხა რა დაუსახეს თქვენ ნახევარში გია გეგუჩაძეს ისეთი, რომელიც უნდა შეესრულებინა და ვერ შეასრულა. ახლაც კი არ არის გარკვეული ვინ შეიძლება პოტენციურად გახდეს ხო ჩემპიონი, ანუ დამთავრებული არაფერი არ იყო. ნუ ეხა მე რა შემიძლია ეხა ვთქვა მხოლოდ ვარაუდი იქნება იმიტომ რომ მე მაგ მომენტში მაგ მომენტისთვის უკვე გია როცა მოვიდა გუნდში მე ხა შიგნით ესე ჩახედული არ ვიყავი ხო ნუ რა როგორ ან ეხა არაჯანსაღი სიტუაცია ნამდვილად არ იყო იმიტომ რომ გია რომ მოვიდა გუნდი 6 ქულით წინ იყო მეორე ადგილზე და ანუ ძალიან დიდი ნაბიჯი იყო იმისთვის გადადგმული რომ შეენარჩუნებინა ხო რაღაც კი და ალბათ და შემდეგ რამოდენიმე ტურის შემდეგ პირიქით 6 ქულით თუ 5 ქულით არ მახსოვს გორმა გადაუსწრო და ალბათ კიდევ იმერებ ვარაუდი შემიძლია მე ვთქვა და ალბათ ეს იყო რაღაც მიზეზი იმის რომ ესე უცბად გია წავიდა გუნდიდან და თანამდებობა დატოვა. მას შემდეგ რაც გეგუჩაძემ დატოვა იბერია და უკვე ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაში იყო კლუბი, გავრცელდა ესეთი ინფორმაცია და მე ხა ამას გავრცელებული ინფორმაციით არ გეუბნები, პირადი საუბრებიდან გამომდინარე ვიცი ის ამბავი რომ შენთან ისევ აწარმოებდა იბერია ლაპარაკობებს დაბრუნების თაობაზე. საერთოდ როგორ შეხვდი ამ ამბავს და აღმოჩნდა რომ უარი თქვი, რატომ? რა თქმა უნდა დაგიდასტურეთ, ნამდვილად იყო თან არა ერთდღიანი და ორდღიანი, რომ რამოდენიმე დღე მიდიოდა
ჩვენი მოლაპარაკება და კიდევ ერთხელ შემიძლია რომ ამ კიდევ ესეთი ნდობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო იბერიას ხელმძღვანელობას. მე მინდოდა რომ არ დაბრუნებულიყავი. ეგრეც მოხდა. და იყო რაღაც ისეთი, რაც გავრცელდა რომ ფინანსური კუთხე ეს პირდაპირ გეტყვით რომ ნამდვილად არ იყო არაფერ შუაში. იყო რაღაც პატარ-პატარა ისეთი დეტალები, რაზეც საბოლოო ჯამში ესე ორივე მხარემ გადავწყვიტეთ რომ ჯობდა რომ შემადგენლობას უკავშირდებოდა ეგ ამბავი. თავი შეგვეკავებინა. მარტო შემადგენლობას არ რაღაც აი კომპლექსური მოკლედ რაღაც ისეთი უთანხმოება არა, უთანხმოება პირიქით არ მქონია, უბრალოდ აი კომპლექსური რაღაც ვერ შევჯერდით ესე რომ ვთქვათ რაღაც გადაწყვეტილებებში. იქიდან გამომდინარე რომ შენ რაღაც მომენტში დაფიქრდი ისევ იბერიაში დაბრუნებაზე, მე მაფიქრებინებს იმას რომ რაღაც განსაკუთრებული გრძნობები გაკავშირებს ამ გუნდთან, ასეა? გვაქვს სენტიმენტები ერთმანეთის მიმართ. კი, რა თქმა უნდა, ეხლა მე იცი თქვენ რომ საქართველოს თასი მაქვს იბერიასთან ერთად მოგებული, შემდეგ ჩემპიონი გავხდით, ახალი ისტორია დაიწერა 30 თამაში, ამდენი წაუგებელი სერია, საუკეთესო მწვრთნელი საქართველოს, მერე პირველი წრე, მეორე წრე +300 დაემატა, 44 ქულა, არასდროს არ აუღია პირველ ორ წრეში ეროვნულ ლიგაში გუნდს. ძალიან ბევრი რაღაც დადებითი ემოციები გვაკავშირებს ერთმანეთთან და რა თქმა უნდა, ზუსტად ეს იყო აი ჩემთვის, ზუსტად აი ეს მოტივაცია და რა თქმა უნდა, გუნდი, რომელსაც კარგად ვიცნობ და ის რომ კიდია შანსი დღესაც და მაშინაც იყო რომ გამختارიყავით ჩემპიონი და კიდე გვებრძოლა თასისთვის და რა თქმა უნდა ეს იყო ზუსტად იმის განმაპირობებელი ესე რომ ვთქვათ რომ მე ფიქრა კიდე რომ დაუბრუნებულიყავი იბერიაში. როგორი ტიპის გამოწვევებისთვის ხარ მზად და ახალი კლუბის შემთხვევაში თუ იქნება შენი მთავარი პირობა ის დრო იცით რა არის დრო ყოველთვის რაც მწვრთნელს არა მარტო საქართველოში ყველგან და ყველა მწვრთნელი რაზეც ესე რომ ვთქვათ წუწუნებს არის დრო. რა თქმა უნდა თუ როცა გააქვს იმის ბუფუნება კლუბში რომ მწვრთნელს რომ შენ ესე რომ ვთქვათ შენ გემოზე თავისუფლად იმუშაო რომ იცი რომ ნდობა გაქვს რა თქმა უნდა ეს დამატებითი მოტივაციაა და გაძლევს იმის საშუალებას რომ უფრო თავდაჯერებული იყო. მე ვერ ვიტყვი ჩემ შემთხვევაში რომ მე დრო არ მქონდა ესე და მე ვინმე ცოტა მეც ემოციური ესე რომ ვთქვათ პიროვნება ვარ და ყოველთვის იმ აზრზე ვიყავი და დღესაც იმ აზრზე ვრჩები რომ როცა მე და ფეხბურთელებისთვის ბევრჯერ მithქვია, როცა მე ვეღარ შევძლებ ჩავთვლი, რომ აღარ შემიძლია მივცე მოტივაცია ფეხბურთელს, მე იმ გუნდში აღარ გავჩერდები. ზუსტად ეს იყო ცოტათი რომ დავბრუნდე უკან, მიუბრუნდე, წეგან გამომჩა. აი კიდევ ის დამატებითი, ესე რომ ვთქვათ, ბიძგი ჩემთვის, რომ გავწეულიყავი გვერდზე ზაფხულში, რომ ფიქრობდი, რომ ვეღარ ვაძლევდი, ვეღარ მივცემდი მოტივაციას გუნდს, რომ გამეგრძელებინა ეროვნული ლიგის ესე რომ რთული იყო ურთიერთობა ფეხბურთელების? არა, პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს დღესაც დღემდე და სულ რა ვიცი, წერენ მეც ძალიან ისეთი მეგობრული. არა, უბრალოდ აი ზეწოლაზე, რაზეც ვილაპარაკე, აი ეს წნეხი რაც წამოვიდა ჩემზე. ანუ მედიატორის როლი ვერ შეასრულე ბოლომდე? ხელმძღვანელობასა და შემადგენლობაში. ეგრეც ვერ ვიტყვი, უფრო მე ჩემი თავიდან გამომდინარე ვილაპარაკებ, რომ აი მე გადავწყვიტე ესე რომ მე აღარ შემიძლია მოტივაცია მივცე ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური და რა თქმა უნდა აი ეს რაც უკვე კონკრეტულად უკვე თამაშის წინ და ასე შემდეგ რა როგორც ხდება. თუ ყოფილა რამე ტიპის შემოთავაზება ამ პერიოდის განმავლობაში? კი, იყო, მაგრამ ქართულ ბაზარზე? ქართულ ბაზარზეც იყო.
ვერ დავმალავ ნამდვილად და არაერთი გუნდიდან, მაგრამ ჯერჯერობით მაინც თავი შევიკავე. როგორი ტიპის ანუ მაინცა და მაინც ჩემპიონობის ამბიციის მქონე გუნდში გინდა იმუშაო? შენი მოთხოვნები როგორია? ნუ მე ყოველ შემთხვევაში ესეთი ადამიანი ვარ, რომ ყოველთვის მინდა რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლო. მაგრამ მე არ გამოვრიცხავ ჩემს საფეხბურთო კარიერაში, რომ იყოს ისეთი გუნდები, სადაც ჩვენით უნდა შევქნათ ზუსტად ის პლატფორმა, რაც მოგცეს იმის საშუალებას, რომ იბრძოლო ჩემპიონობისთვის, ანუ გულისხმობ, რომ იმ კონკრეტული მომენტში შეიძლება არ იბრძოდეს გუნდი ჩემპიონობისთვის, მაგრამ ეს ჩვენი ამბიცია, ჩემი და ხელმძღვანელის უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ მაღალი მიზნებისთვის. ეს შეიძლება იყოს მეორე ლიგიდან დაიწყო, ანუ პრორიდან თუ რაც ქვია, იქიდან დაიწყო და შეიძლება და მე განვითარდე. ამასაც არ გამოვრიცხავ. თუ რა თქმა უნდა იქნება გეგმა ისეთი, რასაც და როგორც ვფიქრობ და როგორც მესახება მე როგორც თავმჯდომარეს, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ მიგვიყვანს მე ბოლოს იქამდე, რაც მე მინდა და კლუბს უნდა და ქართველ ხალხს უნდა, რა თქმა უნდა, არაფერს არ გამოვრიცხავ. ლევან, ბევრი საუბარია, სად ვართ, რა დონეზე ვართ, სად არის ჩვენი ჩემპიონატი, უნდა გქონდეს თუ არა ამბიცია რამეზე, უნდა გქონდეს თუ არა პრეტენზია რამეზე. აი შენ ბევრი წელია, ხან შორიდან, ხან შიგნიდან აკვირდები საქართველოს საკლუბო ფეხბურთს. რა პრობლემები აქვს პირველადი და აუცილებლად გადასაჭრელი? არის ეს ფინანსები, არის ეს მენეჯმენტი, არის ეს საკადრო პრობლემები? რასთან გვაქვს საქმე დღეს ქართულ საკლუბო ფეხბურთში? ნუ რა თქმა უნდა, ეხლა დღევანდელი მდგომარეობა ქართული საკლუბო ფეხბურთის ტოვებს უფრო უკეთეს სურვილს, უკეთესობის სურვილს, რა თქმა უნდა, ყველასთვის ალბათ, არა მარტო მწვრთნელებისთვის და ფეხბურთელებისთვის. მაგრამ აი ისევ რომ მიუბრუნდეთ ევროტურნირებს, მე არ მიმაჩნია რომ საქართველოში რომ არ არის ის დონე, რაც ჩვენ გვინდა და დაბალი დონე ეროვნული ჩემპიონატი. ეს არის იმის მიზეზი, რომ ევროტურნირებზე დიდი ხანია ის შედეგი არ გვაქვს, რაც ჩვენ გვინდა. და ამის კონკრეტული მაგალითები შემიძლია მოგიყვანოთ. აი კოსოვო მაგალითად. ფედერაცია და ჩემპიონატი კი არა, სახელმწიფო არა აქვთ რეალურად რო შეხედოთ და კოსოვოს გუნდი კონფერენციის ლიგის ჯგუფშია. მოლდავეთში მე ვთამაშობდი. ძალიან კარგად ვიცი მოლდავეთის ჩემპიონატი. ეგ უნდა მეკითხა ეგ გამოცდილება სხვათა შორის. ხო, აი მოდი ვთქვათ, რომ მოლდავეთის ჩემპიონატი უფრო მაღალი დონეა, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატი. დასწრების თვალსაზრისით? ვერანაირი თვალსაზრისით ვერ ვიტყვი. არანაირი თვალსაზრისით. ლატვია უფრო მაღალი დონეა. აი ლატვიაში ხოვთავ 8 წელი ვითამაშე ლატვიის ჩემპიონატში. ხა უფრო მაღალი დონეა დღევანდელი ლატვიის ჩემპიონატი, ვიდრე საქართველოს. ვერ ვიტყვი მაგას. ეხლა ჩემი აზრით მე როგორ მეჩვენება, ნუ რა არის ეხლა წარმატების ფორმულა არავინ არ იცის, მაგრამ ის პატარ-პატარა წვრილმანები, პატარ-პატარა წვრილმანები რაც არის, ზოგჯერ ხდება გადამწყვეტი. კი, რა თქმა უნდა და ის შეიძლება ვიცოდეთ. და ეხლა მე შემიძლია მაგალითად დავასახელო, რომ ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის პირველ რიგში არის ინფრასტრუქტურა. ანუ კლუბს რა გააჩნია ბაზა, თავი სტადიონი, კვება, არის ძალიან ბევრი აი კომპლექსური პრობლემებია რა. ნამდვილად კომპლექსური პრობლემებია. და აი თუნდაც ის რომ როგორც კი ვინმე გამოჩნდება, ეგრევე ახალგაზრდა, უფრო ახალგაზრდა მეტი უფრო დაღვინება ჩემი აზრით მართებთ მათ საქართველოს ჩემპიონატში და თვითონაც უფრო მერე მძლავრად წავლენ. მომზადებულები უფრო და იმ გუნდსაც გამოადგენენ ძალიან ბევრი ფეხბურთელია. მე მათ რომელ პრობლემამდე მივდივარ, რომ კლუბს ეჩქარება ნიჭიერი ფეხბურთელის გაყიდვა. იმიტომ რომ ვერ უკმაყოფილებს იმ მოთხოვნას. ზუსტად აი მანდ მივდივარ ეხა ნანიკო, ნახე როგორ არის. ეხა მოდი ავიღოთ, მე არავის ადვოკატად არ გამოვდგები, ჯერ ერთი რომ ამის არ მაქვს არც გამოცდილება და არც განათლება და არც ჭირდებათ ალბათ.
ჩემი, მაგრამ მე აუცილებლად მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, მაგალითად, ფედერაციას მე ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ, მე რო ლევადიამ გამომაგდო. ვერც მე. ხო, იმიტომ რომ რო გონია ფედერაციას რომ მაგაში ვადანაშაულებთ, ხო, არ ვიცი, ხო, მე მართალი გითხრათ, ცოტა არანაირ სოციალურ ქსელი არ მაქვს და ცოტა ვაკუუმში ვარ საინფორმაციო და ამიტომ ცოტა ყველაფერს მე უბრალოდ ეს რაც ჩემი აზრი როგორც რაც მინდოდა რომ მეთქვა ვაფიქსირებ და პლუს პრეზიდენტებისაც მესმის. ნახეთ საქართველოს ჩემპიონი, ანუ ეროვნული ლიგა დასწრება არა, ტრანსლაცია არა, აი კერძო კლუბებია, ხო, უმეტესობა საქართველოს. მე მაგალითად, კაი, თავი რო დავანებოთ სხვა კლუბებს, მე კონკრეტულად იბერიაზე ვილაპარაკებ, სადაც მუშაობდი, ხო? და სადაც უცხო არ არის ჩემთვის ეს კლუბი. ნუ კერძო კლუბია, შემოსავალი რა აქვს? გარდა იმისა, რომ თუ ტრანსფერი, აი მოვედი პრეზიდენტი ვარ და ვიხდი ფულს რა. ვდებ ქართულ ფეხბურთში, ვიძახი რომ მე ვდებ ფულს ქართულ ფეხბურთში. მაგრამ ნუ რაღაცა მინდა რა მეც რომ რაღაცა ყველაფერთან ერთად რაღაც შემოსავალი როდესღაც ნუ არა დღეს ხვალ რაღაც შემოსავალი მქონდეს აი საიდან თუ არ გავყიდე ფეხბურთელი ხო მაგრამ მე ვარ პირობითად რა ვიცი თბილისის დინამო ყავს კარგი შემადგენლობა ძალიან მაგარი შემადგენლობა სხვათა შორის ამ პოდკასტის ფარგლებში გავიხსენეთ ის დინამო აი ჩაკვეტაძე კიტეიშვილი თავის პრაიმებში ანუ ეხლა დინამოს ვერ იტყვი რომ ძალიან უჭირს ხო ფინანსურად მაშინ განსაკუთრებით არ უჭირდა ჩაკვეტაძეს კიტეს და კიდევ იქ ბევრი ფეხბურთელი იყო იმათ რომ ის სეზონი ეთამაშათ ევროტურნირები და შესულიყვნენ ჯგუფში მიიღებდა თუ არა 5 ჯერ მეტ შემოსავალს ამ ფეხბურთელების გაყიდვით დინამო აქ არის აი კვერცხი დღევანდელი კვერცხი გირჩევნია თუ ხვანდელი ქათამი აი ეგ ვარიანტია ზუსტად მაგიტო გაუსვი ამას ხაზი რომ ანუ ისიც არის და ისიც ანუ არ იჩქარო და მე ხა დინამოზე მე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ მე დინამოში არ მუშაობდი და არ ვიცი. მე ხომ აქ უფლება. კი, და ამიტომ იმ მომენტისთვის დინამოსთვის რა იყო პრიორიტეტი ვერ გეტყვით. მაგრამ დღევანდელი დღით აი დღევანდელი გადმოსახედა რო შევხედოთ, გეთანხმებით ნამდვილად რომ მე მქონდა პრეზიდენტებთან არაერთან და იცით რომ მე მარტო საქართველოში არ მუშაობდი. მქონდა რომ ესეც საუბარი რომ მოდი ხო არ ჯობია რომ ცოტა ხანი შევინარჩუნოთ და მე უფრო ჩვენ კლუბსაც დიდ წარმატებას მოუტანს თუნდაც ევროტურნირებზე და მე უფრო მეტი ფასი დაედება ხა ცოტა ესე რაღაცა მარგარიტო ბიზნესია ხო ნუ რაღაც ისე გამომდის რომ რაღაცა ყიდი რაღაცა იმას საქონელს გაყიდე იყიდე ხო ნუ კი ბატონო მაგრამ ნუ ესეც არის მაგრამ აი ისიც რაც გითხარით, რომ აი გამოუვალი მდგომარეობა არის კი ნამდვილად რომ აი დღეს მაქვს ხა ამის საშუალება რომ ეს ფეხბურთელი და თან ყველაფერთან ერთად ამას ემატება თვითონ ფეხბურთელის მოთხოვნა. თვითონ ფეხბურთელი მოდის და ითხოვს რომ აი გეხვეწებით გამიშვით. ხელი არ შემიშვა. კი, იმიტომ რომ შენ იმას იმ წუთას მოთხოვნა რომ უჩნდება, იმას ვერ უკმაყოფილებ. მოდი მე შენ გაგიზრდი პირობითად, გადაგიხდი 30-ად. ფინანსურ კუთხეც არ არის ესე რომ ვთქვათ დაბრკოლება მაგის პირდაპირ გეტყვი ნანიკო, იმიტომ რომ მანდ უკვე არის ისიც რომ ის უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში მიდის და სულ რომ ფინანსები გვერდზე გაციო, ის მაინც იმას გეუბნება რომ აი მე უფრო კარგ ჩემპიონატში მაქვს თამაში უფრო მაგარ ჩემპიონატში თუ მიდის არ ვიცი პრემიერ ლიგაში თუ მიდის ლა ლიგაში თუ მიდის აი სადღაც ტოპში თუ მიდის მაგრამ რომ მიდიხარ არ ვიცი ნუ ეხა ვოლგოგრადში ამას ვერ გავიგებ კი მაგას რა თქმა უნდა სად მიდიხარ მაგასაც ხო აქვს ნიშნობა რა თქმა უნდა მაგაში გეთანხმებით მაგრამ ნუ მე შემიძლია ვიხემძღვანელო აი ბოლოს ჩვენი გუნდიდან ვინც წავიდა ანუ ჩემი ყოფილი უკვე ისე მაგ იყო იური ტაბატაძე მათ შორის? ხო, ნუ რა თქმა უნდა, იური ტაბატაძე ხა კადიში წავიდა და მე მგონი მაგისტვის მზად იყო, ანუ იური ძალიან ბევრი წელია უკვე. ხო, კი, მაგისტვის უკვე მზად იყო და ანუ კი ხედავთ როგორც თამაშობს და
1-2 დღის უკან მქონდა კომუნიკაცია და ძალიან ისე ძალიან ვამაყობთ მისი ცხათა შორის. და წარმატება მინდა კიდევ ერთხელ უსურო. უკვე თქვენი აი ინფრასტრუქტურა რო ახსენე, ხა გამახსენდა მე არ ვიცი როგორია ლევადიას ინფრასტრუქტურული მონაცემები, მაგრამ ძალიან კარგი პირდაპირ შემიძლია გიხათ, არ ვიცი ჩვენი მსმენელიდან ვინ ყოფილა ტირასპოლში. მე ვიყავი, სხვათა შორის მაშინ ჯერ კიდევ საბურთალო იყო, როცა შერიფს ვეთამაშეთ. ეს არის, არ ვიცი, ღმერთისგან მივიწყებული ადგილი, აი ღრმა საბჭოთა კავშირი რომ წარმოიდგინოთ, აი წარმოუდგენელი. მე თუ 3 ბლოკპოსტი გავიარეთ, მე თუ 21 საუკუნეში მსგავს ადგილზე მოხვდებოდი, აი სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ამ ყველაფერს, ну, კარგი მოხვდი, მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ რა რამხელა განსხვავება არის. ტირასპოლი როგორც ერთეული და შერიფის ბაზა. ეს არის აი სუპერ ევროპული სტანდარტის ბაზა, შოკირებული ვიყავი უბრალოდ. 2004 წელს აშენდა ეგ ბაზა და თუ სწორად მახსოვს, არ მინდა რაღაც ტყუილი გამომივიდეს, ხუთეულში შედიოდა ევროპაში ბაზებში. წარმოუდგეთ, ჩემ თვალებს არ ვუჯერებდი, რომ აი ამ ადგილზე როგორ შეიძლება რომ მსგავსი რაღაცა და ნახე ნანიკო რა მოხდა. ხშირად რა მესმის ხოლმე, იცი? აი შენ შედი იქ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდი და მერე ბაზაც იქნება ის, ხა იქ თუ შევედი და ეგ ესე არ ხდება რა. ნახე შერიფმა დაიწყო ნელ-ნელა. თუნდაც აი კაირატის მაგალითი, ხო? კაირატის ბაზა ნანახ ჯობია კიდე შერიფის ბაზა. არა, კაირატის ბაზა აი ჯობია კიდე მე უკვირთ, აი მე ხო გეუბნე, აი მომისმენია და ცუდად მხვდება. აი ისე კი არა რომ რაღაცა ვინმეს კი არ ვაკრიტიკებ, მესმის გულშემატკივარის და ყველას გვინდა, მაგრამ ცოტა ადეკვატური შეფასება უნდა ხდებოდეს ჩემი აზრით რა. ნახე აი კაირატმა როგორ უნდა გვაჯობოს. ჯერ ჩადი კაირატის ბაზა ნახე ალმა-ათაში. ხო მე ნამყოფი ვარ, მუშაობდი ყაზახეთში. და მერე გავაკეთოთ შედარება, ხო ყველაფერი შედარებითია, ხო? შეიძლება მოხდეს, რომ არც ბაზა კონდეს გუნდს და არაფერი და მაინც რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ ეს არის აი ერთხელ შეიძლება მოხდეს და დამთავრდეს. მაგრამ შერიფი რო ავიღოთ, ხო? შექმნა ჯერ ის პირობები, რაც აუცილებელია ფეხბურთის განვითარებისთვის, ფეხბურთელების განვითარებისთვის და კლუბის განვითარებისთვის და მერე მიიღო ის, რაც მიიღო. ჩემპიონთა ლიგა, რეალ მადრიდის მოგება, რეალ მადრიდს მოუგო, ევროპა ლიგა ორჯერ და ნუ არ ვიცი. ძალიან დიდი შემოსავალი ტრანსლაციებიდან, პლუს ფეხბურთელები უფრო კარგად, ესე რომ ვთქვათ, გაყიდეს. იგივე კაირატის აი არ ვიცი, აი მე ხო გეუბნებით, მე რაც ახლა არ მაქვს დამიჯერეთ, ცოტა ესე რომ ვთქვათ, ინფრასტრუქტურები ნანახი და ანუ ბაზები, ესე რომ ვთქვათ, ну არ ვიცი, შერიფი თქვენს გაქვთ ნანახი და ну არანაკლებია თუ უკეთესი არა კაირატის და ну ეს კლუბი ნელ-ნელა მიდიოდა აქეთკენ და დღეს უკვე კი ხედავთ სადაც არის და როგორც არის. ლევან, მდგომარეობის გამოსწორების, პროგრესირებისთვის აუცილებელია თუ არა, რომ გამოჩნდნენ ქართულ ფეხბურთში მსხვილი, გრძელ ვადაზე გათვლილი ინვესტორები. ანუ აი ცოტა უცნაური შეგრძნებაა, როცა საფეხბურთო კლუბს ქვეყნის ჩემპიონს, აი პირობითად იბერიაზე თუ ვისაუბრეთ, თავისი მაიდენტიფიცირებელი მოედანი, სტადიონი რომ არა აქვს, თუნდაც 5000 მაყურებელზე გათვლილი. აი ეს დეტალები გეჩვენება თუ არა სერიოზულ პრობლემად? რა თქმა უნდა. როცა გულშემატკივარს არა აქვს თავისი, აი ესეთი როგორ აი რაღაცა ადგილი, სადაც მისი საყვარელი გუნდი თამაშობს. გეთანხმებით, ნამდვილად არის რა ინფრასტრუქტურაზე ვისაუბრეთ და ნუ არის რა თქმა უნდა საქართველოში ამის პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა დოზით მაინც თითქოს შეფუთულია ტექნიკური მხარე უფრო ვიდრე, მაგრამ მაინც ნუ რამდენი გუნდი ქუთაისის ტორპედო, თბილისის დინამო. ვისაც აქვს აი ის თავის ესე რომ ვთქვათ პირობები, ბაზა და ასე შემდეგ. ნუ არის რა თქმა უნდა ეს პრობლემები. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს რა.
რა თქმა უნდა კარგია და უნდა ჩაიდოს უფრო მეტი ფული, უფრო მეტი ფინანსები, რადგანაც ჩვენ გვინდა უფრო დიდი ნაბიჯები გადაიდგას, ამას ფინანსები გჭირდება და უფრო მსხვილი, ესე რომ ვთქვათ, ინვესტორები და ასე შემდეგ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ და მაგაზრზე ვარ, რომ დიდი ფული არ ნიშნავს წარმატებას რა. როგორ განკარგავ ამ ფინანსებს? აი, ჩემი აზრით ეს უფრო მნიშვნელოვანია. შეიძლება შენ არ კონდეს რაღაც მრავალმილიონიანი ბიუჯეტი, მაგრამ სწორი მიმართულებით, სწორი, ესე რომ ვთქვათ, გადაწყვეტილებებით და არა ზუსტად აი იმ სიჩქარეებით, რაზეც შენს გაუსვი ნანიკო ხაზი და მეც დაგეთანხმე, შეიძლება რომ იმ წარმატებას მივაღწიოთ, რასაც ყოველ შემთხვევაში ესე ველოდებით ყველა და ჩვენ და ქართველი ხალხი და ასე შემდეგ. ამის პრეცედენტი ბევრია. აი რუსიად ხო გეუბნებით, ხა აი ავიღოთ აი კოსოვოს დრიტა. აი კარგად ვიცი ეს გუნდი, იმიტომ რომ მანდ მოთამაშე ორი ფეხბურთელი, ჩემი ფეხბურთელები იყვნენ, როცა მე ყაზახეთში მუშაობდი. იმათი დონეც ვიცი, ესე რომ ვთქვათ, საფეხბურთო ინტელექტიც და თვითონ იმ კონკრეტული ორი ფეხბურთელის და მაქვს ურთიერთობა და ეხლაც ჩვენ რო შეკრებაზე ვიყავით, ჩვენთან ერთად იყო ბულგარეთში შეკრებაზე დრიტაც. და არა აქვთ ნამდვილად რაღაცა ისეთი რაღაც რო თქვა გადამრიე ძალიან დიდი რაღაც ფინანსური ესე რომ ვთქვათ ბიუჯეტი, დიდი ბიუჯეტი, მაგრამ მოახერხა და შევიდა. ეხლა იქ შეგნით კი ეხლა მე რაღაცები ვიცი, მაგრამ ყველაფერი არ ვიცი როგორ, მაგრამ ფაქტი არის რომ სახეზრო იმათ ეს გააკეთეს. ანუ სწორი მიმართულებაა რაღაცა დოზით მიცემული კლუბისგან, ანუ გაცემული. ჩემი აზრით საქართველოში პირველი სწორი მიმართულება რა არის, ჯერ ეგ უნდა გავიგოთ და რა გვინდა და რა უნდა გუნდებს, კლუბებს და უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს ალბათ გუნდის წარმომადგენლებთან და ცვლელთან ერთად და უფრო მეტი ნდობა და ესე რომ ვთქვათ, აი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს აზრები. რა ჩემი აზრით, აი ეს არის პირველი განმაპირობებელი იმის, რომ მოხვდეთ იქ, სადაც ჩვენ გვინდა და არა ის, რომ ეხლა მე არ მინდა სხვა კლუბებს საქართველოში შევეხო, სადაც არ მიმუშავია, მაგრამ მოდი ყველა ვიცით რა საქართველოში არის კლუბები, ვისაც აქვს ნორმალური ფინანსური მდგომარეობა და სტაბილური. ყოველ შემთხვევაში ქონდა და დღესაც აქვს, მაგრამ იქ მაინც ვერ ხვდებით და რატო? აი იქ ვის უნდა დაისვას კითხვა და ეხლა მე სადაც მუშაობ, იქ შემიძლია რაღაცა დოზით კითხვაზე პასუხი გავცე, მაგრამ სადაც არ მუშაობ, იქ არ ჩემი საქმე არ არის და არც უფლება არ მაქვს. და როცა სწორი მიმართულებით ვითარდები და იწყებ მუშაობას, იქ აი დაკვირვებით გამართლების მომენტიც გერთვება, როცა სწორად აკეთებ რაღაცას. ფეხბურთში კიდე გამართლება და აი რაღაცა ფორტუნა ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, მით უმეტეს ისეთი დონის გუნდებისთვის, როგორიც ჩვენს ქვეყანაშია. საერთოდ აი ხო, მე ჩემი პოზიცია დამიფიქსირებია ბევრჯერ, მაგრამ უბრალოდ შენც მინდა კითხო, არის თუ არა ტყუილად გახარჯული თანხები, რასაც ფეხბურთის განვითარების ფონდი ქვია. და რეალურად ამით ძალიან ცუდ საქმეს ხო არ ვუკეთებთ ქართულ ფეხბურთს? არ გონია ესე, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან დიდი, აი რო აიღოთ ეს პროგრამა რო არ მომხდარიყო, ძალიან ბევრი κλუბი არსებობა შეწყვეტდა. რა მოხდებოდა თუ რას დაკარგავდა ქართული ფეხბურთი და ეგეთი გუნდი არსებობას, რომელსაც ავტობუსის ფული არ აქვს, რომ თამაშზე აი გეტყვი ყველა კლუბში, აი ბოლო ყველა კლუბიდან რომელიც გავარდა უმაღლესი ლიგიდან, ანუ ეროვნული ლიგიდან აი ყველა კლუბიდან ერთი ფეხბურთელი მაინც წამოსულა, რომელიც ან იმას მერე საქართველოს ესე რომ ვთქვათ, საქართველოს პარაგლებს გარეთ გასულა და უსახელები ან ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია, ან არ ვიცი, ანუ ერთი ფეხბურთელიც თუ ესე რომ ვთქვათ
მოგცა აი ხო მოცემულობა მე ვფიქრობ რომ არ არის ყველად გახარჯული ეს თანხა და რა თქმა უნდა ნუ ხა აქ არ იყო საუბარი რომ ერთი გუნდი შეწყვეტდა რამოდენი გუნდს შეიძლება შეეწყვეტა არსებობა და ხა სამგუნდიან და 20 გუნდიან ჩემპიონატს ნამდვილად ვერ ჩავატარებდით და ზუსტად მე ის რაც აი პირველად რითაც დავიწყე რომ ის ზუსტად ის ფეხბურთელები ვინც გამოჩნდნენ თუნდაც აი იმ გუნდებიდან ვინც მე გავარდა და მე ის წამოვიდა წაიყვანა და უშა თბილისის დინამომ ან იბერიამ და იქედან მე უფრო კარგად ანუ ყველა რაღაცა მე ზოგადად ეგეთი ადამიანი ყველა რაღაც სიტუაციაში შემიძლია რაღაცა დადებითი ვნახო რა და მე გეტყვი ჩემს პოზიციას მე აი კატასტროფულად არ ვეთანხმები და არც მაშინ არ ვეთანხმებოდი იმიტომ რომ რეალურად ამ ფონდს რა უნდა მოეტანა ამ ფონდს უნდა მოეტანა პირველი 5 წლიანი პროგრამა იყო ამ ფონდის არსებობას უნდა მოეტანა ის რომ კერძო ინვესტორები უნდა კერძო ბიზნესი დაინტერესებულიყო და მოკლედ მე კიდე გაგრძელდა ეხლა კიდე გრძელდება რა თუ კომპრომისულ ვარიანტზე შევთანხმდებით, აი სახელმწიფო დაფინანსების, მე მაგალითად ამ დაფინანსებას გამოვუყოფდი ქვედა ლიგის გათამაშებებს. მე-4-ს, მე-3-ს, მე-2-ს, ის იმათ რომელსაც არა, ყველას აქვს, ეხლა ყველას აქვს, მაგრამ აი არავითარ შემთხვევაში უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდებს. ხო, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ როცა ამ ლიგაში ხარ, ეს უნდა იყოს ძალიან მყარად ფინანსურად უზრუნველყოფილი. აი, მე რას ვიზავდი, იცი, ბოდიში გაწყვეტინებ, ხა ეგ არ ჩემი ის არის პრეროგატივა და არ ჩემი საქმე გადასაწყვეტია. მე რას ვიზავდი, იცი, აი მე ვეტყოდი გუნდებს, აი მე შენ გაძლევ თანხას თუ განვითარებაზეა ლაპარაკი. და მოდი გააკეთე ინფრასტრუქტურა რა. მიხედე ინფრასტრუქტურა. აბსოლუტურად გეთანხმები. კონდეს 2-3 წელში ბაზა ამ ფულით გაიკეთე სტადიონი. გაიკეთე სტადიონი, კონდეს ბაზა. კი არის მიმართულებას ხელფასიც თუ არ გინდა რომ გადაუხადო ფეხბურთს, მაშინ რა გინდა ფეხბურთში? მე შენ გაძლევ ფულს. მეც მინდა რომ საფეხბურთო გუნდი მქონდეს. მე ვიცი როგორ მინდა. ნანიკო. არ არის, არა მაქვს ფული. ასეთი როგორ არის, იცი, ფულს გაძლევს სახელმწიფო და როგორი კონტროლი მიდის, იცი, აი კაპი სად მიგაქვს, როგორ მიგაქვს და ასე შემდეგ. ეხა მე ხო გეუბნებთ არ ვარ იმას ჩახედული ეხა როგორ სად რა, როგორი ხარჯება სად კონტროლის მექანიზმი აქაც არის, მაგრამ ნუ არა, ანუ მე მაგალითად ეს აი ჩემი სურვილი ხა მე რომ ესეთი რაღაცა შემეძლოს, აი ზუსტად იმას განვაგებდე და შემეძლოს რომ ეს მეთქვა, ვეტყოდი პირველ რიგში რას რომ გააკეთეთ ინფრასტრუქტურა. არ ვიცი ხა შეიძლება ამას მე ხა უცფათეს რაც ამაზე მართალი გითხრათ დიდად არ მიფიქრე შეიძლება ეხა ამას ბევრი რამე ისეთი ბერკეტები და დავკოლება კონდეს რომ ვერ ეტყვი ესე გუნდს მაგრამ ეს ჩემი სურვილია უბრალოდ სურვილი გავაჟღერე რომ იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის გუნდს კონდეს თავისი ბაზა სადაც ფეხბურთს აცხოვრებს აჭმევ შენს რაციონს თბილისის ლოკომოტივი აი მე ვიმუშავე თბილისის ლოკომოტივში 2019 წელს და მე რო ჩავიბარე გუნდი იყო ბოლო ადგილზე და მე მეოთხეზე გავედი და თასის ფინალი ვითამაშე სხვათა შორის საბურთალო იყო მაშინ ეხა იბერია საბურთალო მომიგო და ანუ მეოთხე ადგილით გავედი ევროტურნირზე და ნახეთ აი რატო ახსენე ხა ეს რამ განაპირობა ლოკომოტივს აქ ძალიან არაჩვეულებრივი საგურამოს ბაზა ხარ ნამყოფი დაწუნებული ვარ ძალიან არ ვიცი აი საოცარი და აი მართლა 64-ში გრძნობდი თავს ეხა მთავარი წვრთნელის რამხელა ფუფუნება რომ ესე ქალაქგარეთ გადიხარ იქ ვარჯიშობ ანუ და ნახეთ ანუ პროგრესი რამ განაპირობა რისი თქმა მინდა როგორც თავარი წვრთნელის გადმოსახედიდან გელაპარაკებით ეხა მე მაშინდელი ლოკომოტივის მქონდა ბაზა ყავდა ფეხბურთელები პერსპექტიული და გძნობდი რომ ამ ფეხბურთელებს საათნახევარი ვარჯიში არ ყოფნიდათ მქონდა საშუალება რომ მეორე ვარჯიში გამეკეთებინა დამეტოვებინა ბაზაზე უფრო მეკონტროლებინა უფრო მეტი დრო დამეთმო მეც მათთან ერთად ცხოვრობდით მე ამან უფრო შევკრა კვება მქონდა კარგი რამდენადაც ვიცი კარგი და ზუსტად ამან განაპირობა მე ის რომ გუნდი ანუ თან ყველაფერი ხა ეს მანამდეც იყო მაგრამ ნუ
ბოლო ადგილზე იყო გუნდი, ხო? მე რო ჩავიბარე, მაგრამ ნახეთ რა არის ამ ყველაფერთან ერთად სწორი მუშაობა, ანუ სწორი მიმართულება და თან ეს ხელშემწყობი პირობები გააქვს. და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმ ატმოსფეროს შესაქმნელად, რაც წარმატების მისაღწევად არის. საათზე რო გიკაკუნებენ, რომ იცი რა, საათნახევარი გავიდა და ეხა გადი, უნდა გახვიდე. ну ეხა ეს ცოტა უტრირებ ეხა მთლად ეს მაგრამ ხო ხვდებით და სადის რომ დრო და გინდა სამი ვარჯიში გააკეთე და დატოვე ის ინდივიდუალურად ფეხბურთელი და იქ არ ვიცი კედელთან მივიდეს და რაც ჭირდება ეხა საფორმო და მაგ სიტუაციაში აი ხო არაფორმალურ გარემოში ხო დიდი ხანი გიწევს ყოფნა შენს თანაგუნდელთან ერთად ჭამთ ხო ერთად ხუმრობთ ანუ რაღაცა ისეთი ადამიანური ურთიერთობები იწყება რომელიც შეკრებას თამაშის წინ არ ვაკეთებდი ლოკომოტივში ვმუშაობდი და მაინც ყველა თავისით შეებოდა აი ჭანტურა ის სამურკასოვი გაბაძე აი ეს შონი აი ეს ის იყო რა ეს შემოადგენდა თავისით რჩებოდნენ მე არ ვტოვებდი და რჩებოდნენ თვითონ ანუ იმდენად აი ამ გარემომ კი რომ აი იმდენად მე ზუსტად ამ გარემომ გამოიწვია ის რაც მე მოხდა და ბოლო ადგილიდან მე 4 ადგილზე დავამთავრე და ზუსტად ეს არის და მე მინდა რომ ესეთი პირობები საქართველოში ყველა გუნდს კონდეს. ბევრად წინ ვიქნები დამერწმუნეთ, ბევრად წინ. ნუ რა თქმა უნდა, სწორი მუშაობა უნდა იყოს. შეიძლება ახლა ვიღაცამ თქვას რომ აი იმათ ხო აქვთ, მაგრამ რატო ვერ? ნუ სწორი მუშაობა ხა მაგით არსებობს მენეჯმენტი, პრეზიდენტი, მთავარი მწვრთნელი, არ ვიცი, დამხმარე, ამხელა სტაფია, ხო და რაღაც უნდა გაიწეროს გეგმა და მე სწორი მიმართულება მიცე და ეს ხელის შემწყობი ფაქტორები გააქვს და ზუსტად ეს არის ჩემი აზრით წარმატების აი ეს პატარ-პატარა ეს რუიმანები რაც მე ქმნის ამ დიდ წარმატებას. ფეხბურთის შემადგენელი ნაწილი, ანუ ფეხბურთი არაფერი არ არის გულშემატკივრის გარეშე. ხო ესია. ეს არის ერთიანი სისტემა და თუ ეს სისტემა ერთად არ მუშაობს, ძალიან რთულია რომ რაღაცა შედეგზე იფიქრო. რატომ არ დადის ქართველი გულშემატკივარი სტადიონზე? რატომ აი რა უნდა, რისი დანახვა უნდა და რას ვერ იღებს? ძალიან რთული საკითხია. და ალბათ პასუხიც ესე პირდაპირ გულახდილად რო გითხრათ, რომ რა თქმა უნდა მაქვს, მაგრამ არ ვიცი რამდენად მართებულია, ანუ ჯერ ის რომ ალბათ ყველამ უნდა შევიცვალოთ რაღაცა აი რადიკალიზმი რაღაცა გვაქვს ეს სისხლში, არ ვიცი ქართველებს, მეც ყველას ალბათ ანუ შეგვიძლია პიროვნება ან გუნდი ავიყვანოთ უცბად სამდე და უცბად მე უი არ ვარგა. კი. ვიღაცა იყო საუკეთესო ტრენერი 3 თვის წინ და დღეს არ ვარგა? ანუ ეს გვაქვს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ ჩვენ მალმოსფერე რაც გითხარით, რომ აი ჩვენ მოვედით და ეხლა მეც აღარ მოვალ, იმიტომ რომ მოვედი რაქნა. ანუ ყველაფერი უნდა შეიცვალოს. ჩვენ, ანუ ყველა კარგი უნდა გახდეს. მეც არ ვარგი ვარ, არც არ ვიცი საჯები, ყველა, ანუ არ ვარგი ვარ, ცოტა ხმამაღალი ნათქვა, ანუ უკეთესი მინდა ვიყო, უკეთესი გულშემატკივრობა მინდა იყოს, მაგრამ ყველა ერთად უნდა გავხდეთ კარგები, თუ რაღაცას გვინდა მივახციოთ. ანუ თავარი მიზეზი ეს არის და არა ის ჩასაფრებული პოზიცია. რაც შეეხება ხალხი კიდევ უფრო იმას კონკრეტულად დავაკონკრეტოთ რატო არ დადის, ну ხალხს რა უნდა ანუ მეტად უფრო საინტერესო და დაძაბული თამაშები ჭირდება მაყურებელს. კრეატივი მეტი უფრო. არ ქონია შენს პრაქტიკაში აი ისეთი თამაშები, რომელიც აი მაღალი დონის ჩემპიონატს დაამშვენებდა. მე მინახავს ასეთი თამაში ეროვნულ ლიგაში, ასეთი თამაშები. ამ დროს რო ყოფილიყო ხალხი უფრო მეტად მე მინახია არ ვიცი, აი თუ გახსოვთ პანდემიის პერიოდში ინგლისის პრემიერ ლიგას ვერ უყურებდი ხალხი რო არ ესწრებოდა. კი, ხო. აი ჩვეულებრივი იყო, აი არ ვიცი რა, აი ვარჯიში ტარდება
იზრდებოდა. ანუ რამხელა ემოციას და ესე რომ ვთქვათ, мотиваციას ქმნის ხალხი. ეს კავშირი რომელიც გუნდს და გულშემატკივარს შორის, არა, ეს არის ფეხბურთი, აბა ხო ფეხბურთი გულშემატკივრად. რა თქმა უნდა, ალბათ აი ის რომ აი ჯერ იგივე ხა რა ვახსენე რომ აი თქვენ ჯერ იქ მოხვდი და მე ბაზა გექნება, აი იგივე ხა თქვენ იქ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდი და მე ჩვენ მოვალთ ჩემპიონთა ლიგაზე თუ მოხვდი მე თვითონ გავიკეთებ ჩემ ბაზას, არა. აი ხა თუნდაც აი ხელა შემოსავალი ვეკნება. ის აი კაირატი სუის აი მაგ დროს დაემთხვა თან კაირატი გავიდა, აი კაირატი რაღაც რატო ყაზახეთმა რატო გვაჯობა რაღაც, აი თუნდაც ინფრასტრუქტურის გარეშე გეტყვით ხა ჩვეულებრივ თამაშზე თამაშობდა ალმა-ატა, ისა კაირატი, ალმა-ატაში იყო თამაში და აქტობე. 47000 კაცი იყო თამაშზე. ჩვეულებრივი მე-5 თუ მე-6 ტური იყო. ალმა-ატაში. და ზუსტად აი ის გუნდი არის, ანუ მე იმას ვინმეს კი არ ვადანაშაულებ, მესმის ხალხიც. ანუ უფრო მეტი რაც ვთქვი, კრეატივი, უფრო მეტი აი ეს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები, ძალიან დიდი პატივისცემის ჩემი დღევანდელი ვინც საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოღვაწეობს ყველასი, მაგრამ მაინც აი ეს ინდივიდუალიზმი დაიკარგა. რაც ხალხს ყველაზე მეტად ჭირდება და მაყურებელს. ეს თქვენი დამსახურება ხო არ არის საფეხბურთო სპეციალისტი? წეგან რა ვთქვი, მე რითი დავიწყე? ჩემი ანუ მე არ ვარგი ვარ, აი რა რითი დავიწყე? ძალიან ტაქტიკური გახდა ფეხბურთი და ანუ ხა ტაქტიკური ეს ნახეთ ხა ბავშვებით ისე იზრდებიან, ლევან, ეხა მე ხო აი აკადემიებში მივლია საფეხბურთო სკოლებში, მივლია ვაკვირდები ბავშვთა მწვრთნელებს. ანუ რეალურად აი აი რატო ახვიჩა გამორჩეული, რომ აი ეზოს ფეხბურთის ისა, კიცი აი ცოტა არასტანდარტული არის, არ ჯდება რაღაცა. მე არ მინდა დავასახელო აკადემია, მივსულ ვარ აკადემიაში, დავსწრები ვარ ვარჯიშ 7-8 წლის ბავშვების და მესმის მწვრთნელი როგორ ეძახის 8 წლის ბავშვო, პასი მიეცი არ მოატყუო. აი ზუსტად მან ნუ აკეთებ 10 შეხებას, ნუ აი ბოლოს აი ისე ვიყავი რომ ხა მე უფლებაც ვერ მივეცი ჩემ თავს რომ მივსულიყავი და რაღაცა ჭკუის სწავლება დამეწყო. ავდექი და ვეღარ მოვითმინე. ნუ ეზოს ფეხბურთი დაგარგულია. აღარ გვაქვს. სადაც ყველა დიდი ფეხბურთელი ეზოდან წამოვიდა. აი საქართველოს გაქვს თავისუფლება, რა ხდის ფეხბურთს, ხო თავისუფლება. რო ავიღოთ მარტო და რო არ ვეძებოთ, ეხლა რო არ წავიდე ბრაზილიებში და იმებში. ყველა დიდი ქართველი ფეხბურთელი წამოვიდა ეზოდან. ხო? ანუ ეს დაიკარგა. ეზოს ფეხბურთი. ეხლა იმ პატარა ბავშვმა აი ზუსტად რაც მოგწონს, კვარაცხელია ვახსენეთ, ხო, ჩაკვეტაძე ვახსენე, აი სად უნდა გააკეთოს, თან მწვრთნელი მიგრძალავს. აი სად უნდა მივიღო ეს სიამოვნება ფეხბურთისგან? სიამოვნება 8 წლის ბავშვს სიამოვნებას რა ანიჭებს? ფეხბურთი რა არის? ფეხბურთი არის თამაში. მე აი ამ ფეხბურთელებს ვეუბნები, კაცებს, დიდებს, ხო, ეხლა ნახეთ რა არის ფეხბურთელობა ბევრად ადვილია ვიდრე მწვრთნელობა, ხო? ფეხბურთელი რო ვიყავი უსულო საგანს მართავდი, ეხლა 25 კაცი უნდა მართო. კაცი, რომელსაც თავისი ინდივიდუალური ის პრეტენზია, ამბიცია, ხასიათი აქვს, ხო? ძალიან ცადა დედამიწაა ფეხბურთელობა და მწვრთნელობა. მე სულ ეუბნებოდი ჩემ ფეხბურთელებს რა, ანუ ფეხბურთი რა არის იმასაც გამაცეღა იპოლიტური ჩემ. ფეხბურთი რა არის თამაში, ხო? ანუ ბავშვი რო თამაშობს, რა შვება? იღებს სიამოვნებას. მიიღე სიამოვნება. ჩარჩოში ჩასმული თავისუფლება. მე ესე ვეუბნები ჩემ ფეხბურთელებს. ეთყობა ეგ შენს გუნდებს სხვათა შორის. ვცდილობ. აი რადიკალიზმი ახსენე და ძალიან კარგი მაგალითია, როდესაც ნაკრების გულშემატკივრობაზე არის საუბარი. აი ნაკრებთან მიმართებაში დაახლოებით ეგრეა, რაღაცას მივაღწევთ და გონია რომ ყველაზე მაგარი ნაკრები ყავს, ყველაზე მაგარი შემადგენლობა, ყველაზე მაგარი მთავარი მწვრთნელი და შემდეგ ეს ყველაფერი იმედგაცრუება, იმიტომ რომ
არ ვაფასებთ ობიექტურად. აი რაღაცა შუალედურის დაჭერა ძალიან გვიჭირს და თუ ვიღაცა რაღაცა კორექტული კრიტიკა ექნება, ის მერე შეირაცხება როგორც მტერი, სამშობლოს მტერი. მე მაგალითად ერთ-ერთ ეთერში რო ვთქვი რომ კვარაცხელია არ უნდა წასულიყო რუსეთში სათამაშო და დღესაც იმაზრზე ვარ და ისე მოვკვდები რომ მაგაზრზე ვიქნები რა უნდა და ხუჩა კვარაცხელიას რუსეთში ამის გამო მოკლედ დიდი სიძულვილი წამოვიდა ჩემი მისამართით არა უშავს მლანძღორად და სადაც არის ძალიან კარგად არის და ძალიან სწორი გზა აირჩია საბოლოოდ ამ ფეხბურთელმა და ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ მისით ხო და რო დავუბრუნდეთ ისევ აი ნაკრების ბოლოდროინდელ მატჩებს რა ხდება შენი შეფასებით რამე განსაკუთრებული ხდება რატომ გვაქვს რაღაცა ტიპის რეგრესი და ამას შედეგობრივად არ გეკითხები ლევან რა ის რომ თურქეთთან ვაგებ და ესპანეთთან ვაგებს მე ამას რეგრესში არ ვთვლი მე ვთვლი იმ სათამაშო ხარისხს უпроსტად უფეხბურთობას მოედანზე ესმის აი ზუსტად ჩემი აზრით პირველი საზომი ზუსტად არის რომ აი ეს რადიკალიზმი რაც უცბად ძალიან დიდი რაღაც გააკეთა საქართველოს ნაკრებმა ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ მაგრამ მოდით ხა მაშინ იმასაც შევეხოთ რომ ჩვენ მაშინაც რაღაცა საოცარ რაღაცა მაგარ ფეხბურთს მაშინაც არ თამაშობდით ხო? არა. რომ მოხდით ევროპის ჩემპიონატს? არა. ნუ იქ იყო რაღაც. იქაც მე ვთვლი რომ რაღაცა გამართლებები იყო, თორე ხა საბერძნეთის ნაკრებთან ესე რომ ერთვიშროლად საქართველოს ნაკრებს უნდა მოეგო, არა, გაგვიმართლა თავის გამართლებებით, სწორი მიდგომით, რა თქმა უნდა და მე ამ ერთობით და ყველაზე ცუდად კიდევ ვიმეორებ, ცოტა რთულია გარედან გააკეთო გუნდზე შიგნით რა ხდება, მაგრამ ცოტა მე როგორც წუთას ცოტა მომხდა ფეხბურთელების ინტერვიუებიდან გამომდინარე, თავარი წუთალის ინტერვიუდან გამომდინარე, ცოტა მომხდა ცუდად რაღაც აი არ მენიშნა ისე რომ თითქოს აი ყველაფერი კარგად არის როგორც იყო აი ევროპის ჩემპიონატში შიგნით. თითქოს არ ვიცი ეს კიდევ ვიმეორებ ჩემი ვარაუდია. რაშიც ყველაზე მაგრად არ ვეთანხმები სანიოლს ეს არის რომ მან გამოვიდა და თქვა რომ ისო კიდე ვერ გამოვედით ევროპის ჩემპიონატის ემოციიდან, ანუ რანაირად იმის მერე ძალიან კარგი თამაშები ითამაშა, ჩეხეთს მოუგეთ, ძალიან ძლიერ ჩეხეთს, ანუ მაგაში ვერ დავეთანხმები, ბულგარეთს მოუგეთ, სასომხეთს ორივე თამაში მოუგეთ, ნუ ალბანეთთანაც გასვლა წავაგეთ, პირიქით გასვლა მოვიგეთ სახლში, ანუ მარცხიც იყო, მაგრამ ძალიან კარგი ისეთი წარმატებაც იყო, ხო? შედეგებრივად ეხა რომ ვიმსჯელოთ. ანუ მაგაში ვერ დავეთანხმები. ანუ მე უფრო რაღაცა ის უფრო მგონია რაღაცა მეტი ერთობა რაც სულ აღნიშნავდი შარშან ზაფხულს აი რო გავიდა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე როგორ გავიდა და იქაც მე რამხელა წარმატებას მიაღწია სულ მაგას აღნიშნავდი და მაშინ მე მუშაობდი გუნდში და ყველა ერთ ტალღაზე აი ყველა ერთ ტალღაზე მართლა აი რაღაცა ეს ერთობა იგრძნობოდა და როცა არ არის ერთობა, როცა არის ეს ძალიან კარგად ჩანს რა. არ არის აუცილებელი რაღაცა შიგნით იყო. რა თქმა უნდა, ის დეტალები თუ შიგნით არ ხარ ვერ გაიგებ, მაგრამ რაღაცები ჩანს მაინც გარედან რა, რა როგორ ანაირად. მე ვთვლი, რომ აი ეს პირველი განაპირობებელი მე არ მოგთხოვე ხა სანიოლის მუშაობის შეფასებას, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ აი ამ ერთობას რო ვერ ვხედავთ, ამ გუნდურობას რო ვერ ვხედავთ, აი ძალიან თვალსაჩინო მაგალითი იყო პირველი მომენტი, რომელიც თურქეთის აი მე-12 წუთზე რომელიც შეიქმნა. აი ძალიან თვალსაჩინო მაგალითი იყო, რომ აი რამდენად დაუფიქრებელი კომბინაცია გათამაშდა და რამდენად დაუფიქრებელი პასი გაკეთდა საერთოდ ეხა არ ვიცი ეგ ნიშნავს რომ აი რაღაცა ვერ მიდიოდა აი ავტომატიზმამდე არ იყო აი ეს
თან აი ყველაფერი ნახეთ კონტაქტი მიყვანილი მოედანზე. ხო იცით როგორ აი ისეთ წარმატებას როგორც ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს ნაკრებმა მიაღწია აი ყველაფერი უნდა ემთხვეოდა ანუ იქ ვარსკვლავები რაღაცა იმაში თუ არეში შეიყო აი ყველაფერი უნდა ემთხვეოდეს რომ აი ის წარმატება ჩვენ რაც გქონდა და მართლა დაემთხვა და ამას დაემთხვა ძალიან მაგარი თაობა ხო არ დავიჯერეთ რომ ძალიან ბევრი შეგვიძლია ლევან ახლა თუ არ დაიჯერე ჩემი აზრით ვერც მივაღწევ და აი კარგია თუ დავიჯერე რომ გჯერა კარგია მაგრამ გადამეტებული თუ არის გადაჯერებულია მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჩემი გადმოსახედიდან ეს თავარი მიზეზი იმის რომ დღეს რაღაცა რეგრესზე ვლაპარაკობთ ეს არ არის პირიქით თავდაჯერებულობა კარგია და ამის შემდეგ ეს ფეხბურთელები კიდე უფრო კარგ გუნდებში გადავიდნენ ანუ უფრო მეტი თავდაჯერებულები გახდნენ ხო თუნდაც მიქაუტაძის მაგალითი კვარაც წავიდა მე ის მოიგო ჩემპიონთა ლიგაში შემდეგ ანუ რა ვიცი მე ვერ ვიტყოდი რომ რაღაცა ზედმეტად თავდაჯერებულები გახდნენ მაგრამ ну ცოტა ჩემი მხრიდან ცოტა ერთში კიდევ მეორე ფრაშს არ ვეთანხმები ის არის რაც სანიელმა ახსენა მაგრამ იმასაც არ ვეთანხმები რომ ეხა წამოვიდა რაღაც ის რომ აი სანიელი უნდა წავიდეს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში დეკემბრამდე მე ვთვლი რომ ეს ორი თამაში უნდა ჩაატაროს და კიდევ ორი წელი აქვს კონტრაქტი და შემდეგ უკვე არ ვიცი კიდევ მეორე ეს ჩემი პრეროგატივა არ არის ხალხი ვინც გადაწყვიტავს მე უნდა გააგზელოს თუ არა აი როგორც პროფესიონალის შეფასება მინდა ანუ გიორგი ჩაკვეტაძის არ ყოფნის ეფექტ შეიძლება რომ აი ასეთი უკუშედეგი მიეცა გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა გიორგი საქართველოს ნაკრებისთვის მაგრამ მაინც არ მგონია რომ ეს იყო მიზეზი რომ რავი ჩვენ მით უმეტეს ჩვენ ხო შედეგობრივად არ ვლაპარაკობთ ხო ვახსენეთ ხო რომ ნუ იქ ესპანეთთან და თურქეთთან ნუ გასაგებია ხა ესპანეთის ნაკრები რომ გაჯობებს და მაგრამ ის ეხა რომ გუნდში რაღაცა თვითონ ფეხბურთელებიდან გამომდინარე ვიცი თვითონ ინტერვიუებს რომ მე მოусმინე ცოტა გამიჩნდა ეს ეჭვი რომ რაღაცა არ არის და რაღაცა დაალაგებული არ არის ფლატ კარგად და ეხა ეს ჩაკვეტაძეს რამდენად არის მისი ესე რომ ვთქვათ ბჭყალებში როლი ცუდი არ მგონია რა. აი, მაშინ როგორც მწვრთნელს გეკითხები, უნდა აღმოჩნდეს თუ არა კიტეიშვილი ისეთი მეტოქის წინაშე მარტო, როგორიც თურქეთთან იყო. რა თქმა უნდა, მაგასაც აი ესეც ჩემთვის იყო გაუგებარი, როგორც მწვრთნელი, მართლა ჩემ თავს დაუსვი კითხვა, რომ აი რატო ახლა ვერ ვიტყვი რომ ძალიან ძლიერი სტაფია საქართველოს ნაკრებს ყავს ძალიან ძლიერი სტაფი, ძალიან ძლიერი ანალიტიკური ჯგუფი და რაღაცა ისე მომხდარა მეთქი როგორ ხო და აი ზუსტად ორჯერ რომ მოხდა და აი ძალიან გამიკვირდა რომ აი მე ვფიქრობ რომ არ შეიძლება ეგეთი რაღაცა არ მგონია რომ გამოეპარა ჩვენ არ ვიცი სამწელო სტაფს ეგრო კიტეიშვილი არ შეიძლება აღმოჩნდეს სტანდარტულებზე ყველაზე მაღალ ფეხბურთელთან და ყველაზე კარგად ესე რომ ვთქვათ სტატისტიკურად თავით მოთამაშე ფეხბურთელთან და ცოტა ჩემთვის გაუგებარი იყო, მაგრამ ნუ რა გითხრათ. ვერ გეტყვით ვერაფერს, იმიტომ რომ ეს ისეთი თემა უნდა კითხო თვითონ იქ უშუალოდ იქ ჯერ პასუხებს არ ცემენ და რომ მოიწვიან იმიტომ რომ მე ვერ გეტყვით შეიძლება იყო დავალება არ ვიცი შეიძლება იყო ეს დავალება და სწორად როგორც კიტეიშვილმა ინტერვიუში თქვა მატჩის შემდეგ ეს დავალება მწვრთნელისგან არ მიუღია ხო ნუ ეხა როგორ რაღაცა იცით სტანდარტულებზე იმდენად თვითონ თუ გადაწყვეტა მე თანამედროვე ფეხბურთში 30-35% სტანდარტულიდან გადის გოლი. ნუ სტანდარტული ითვლება აუტიც, პენალიც, ხო? აუტი უკვე ჯარიმაზე დიდი მნიშვნელოვანია სტანდარტულის როლი, რისი თქმა მინდა და არ მგონი ეხა რომ საქართველოს ნაკრებს ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცა სათამაშო ასპექტი გამოეპარათ რაღაც ის რომ სტანდარტულზე 2 მეტრიან კაცს დაუყენო ან
საერთოდ ისე დაალაგო, რომ არავინ არ იცოდეს, ვინსად იდგეს, რაღაცა მეეჭვება. არ ვიცი, აი ხო გეუბნებით, შიგნიდან უნდა წამოვიდეს ეს პასუხი. ბევრი კითხვის ნიშანია, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ჩემთვის რა თქმა უნდა იყო, ნამდვილად იყო, რაღაცა ის აი ტელეფონი ავიღე და ჩემ ასისტენტებს ვურეკ მეთქი რა ხდება, რატო დგას, ან რატო იდგა, თქვენ ხო არ იცით რა, ანუ ჩემთვის მოულოდნელი იყო და რაღაცა კი ნამდვილად იყო. ძალიან დიდი მადლობა ლევან. მადლობა თქვენ. მე მგონი რომ საინტერესო ეთერი გამოგვივიდა და ბევრ საინტერესო რამეზე ვისაუბრებთ. მე იმედს დავიტოვებ რომ შენი უმუშევრობა ხანმოკლე იქნება და დაუბრუნდები. არ ვიცი, იმედი მაქვს ქართულ ფეხბურთს. იცი შენ რომ მე ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ შენი მომწონს როგორც უდგები საქმეს მომწონს როგორ ფეხბურთსაც ათამაშებ შენს გუნდებს და ნამდვილად სამწუხაროა ის რომ ახლა შენ ქართულ ფეხბურთში არ ფიგურებ აი ძალიან დიდი მეცვიტოვებ რომ ეს მალე გამოსწორდება ეს ყველაფერი წარმატებები მინდა გისურვო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ჩემი ეთერის სტუმარი ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის წარმატება მინდა უსურვო თქვენს გადაცემას პირადად შენ და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ესეთი წარდგენისთვის და ესეთი გულახთილი რა ვიცი საუბარი გამოგვიდა მე ყოველ შემთხვევაში შევეცადე რომ ამომწურავი პასუხები გამეცა. ნანიკოს პოდკასტს უყურებდით. თქვენ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი დაგულე სპორტი, დაწერეთ, ჩამოყარეთ კომენტარები. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემების გარშემო ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ნებისმიერი სახით დაალაიქეთ ჩვენი ვიდეო, მოიწონეთ ჩვენი გვერდი, დატოვეთ კომენტარები და მე მომავალ ეპიზოდამდე გემშვიდობებით, რომელიც აუცილებლად ასევე ძალიან საინტერესო იქნება. მადლობა რომ მიყურეთ დროებით.